დღეს ვართ გარდაბანში და იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე გვეგონა, იმიტომ რომ შევეჯახეთ ენობრივ ბარიერს. რეგიონში საკმაოდ დიდი არის საჭიროება კომპიუტერზე და ინტერნეტზე, მოსწავლეების უმრავლესობას არ აქვს წვდომა ამ რესურსებზე. რომ არა ჩვენი კეთილი ელჩი, რომლის დახმარებითაც შევძელეთ, რომ უკვე 20-ზე მეტ ოჯახთან მიმსულიყავით, ალბათ ძალიან გაგვიჭირდებოდა აქ მუშაობა. ვარ ნაზარო საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი და საქმის მწარმოებელი. სოფელში ზოგადად არსებობს ენობრივი ბარიერი და იმის გამო ზოგიერთ მოსწავლეს არ აქვს საშუალება რომ ჩააბაროს უნივერსიტეტში ან დამატებით კოლეჯებში. ამიტომ მათ ძალიან სჭირდებათ ინტერნეტთან და კავშირი რომ მიიღონ ხარისხიანი განათლება. ნაზარლოში აქტივისტი ვარ. თვითგანვითარებისთვის ვმუშაობ. მინდა რომ კომპიუტერული პროგრამების სწავლას დავიწყო. ხშირად ვიღებ მონაწილეობას ტრენინგებზე. ეხლა უფრო ადვილი იქნება. მე ვცდილობ რომ სულ დავეხმარო ადამიანებს და ეხლა მაქვს შანსი რომ დავეხმარო მართლა იმ ბავშვებს რომელსაც სჭირდებათ ეს კომპიუტერები. ჩვენთვის საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო რომ არ ვიცოდით მისამართები, აქ არ არის ქუჩები, პლუს ამას არ ვიცით ენა და სწორედ გულბახარის დახმარებით შევძელით რომ ოჯახში მივსულიყავით, ის გვეხმარებოდა არა მარტო ინფორმაციის შეგროვების პროცესში, ასევე გვითარგმნიდა საუბარს, გვეხმარება მოსწავლეებთან კომუნიკაციაში. ფაქტობრივად ნახევარზე მეტ საქმეს აკეთებს ჩვენთან ერთად ამ პროცესში. ეს არის ალბათ ყველაზე კარგი გამოცდილება, რაც ვქონია სკოლასთან თანამშრომლობის, იმიტომ რომ ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში და ზუსტად ისე უხარია თითოეულ ოჯახში მისვლა და კომპიუტერის გადაცემა, როგორც ჩვენ გვიხარია ხოლმე.